გულახდილად გეტყვით, მე ძალიან გამიჭირდება უკლებლივ ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის დამოუკიდებელი საქართველოს 1990-91 წლებიდან ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის ასე გახსენება. თუმცა ვინც გაამახსენდება, მათზე ორ სიტყვას კი ვიტყვი. მაგალითად, 1990 წლის 28 ოქტომბერს, რომ მოვიდა მრგვალი მაგიდა ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ხელოვნებაცოდნე გოგი ხოშტარია, კაცი, რომელსაც არ ჰქონდა გამოცდილება, ის არ არის დიპლომატი, არის ხელოვნებაცოდნე, ფიროსმანის არაჩვეულებრივი მცოდნე სპეციალისტი, ხელოვნებაცოდნე, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ბატონი გოგის დამსახურება არის ის, რომ მან მოახერხა, ასე უნდა ვთქვა, და პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა ქვეყანას დასავლეთის მიმართულებით. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა უკვე შემდგომ და ბატონი გოგი განთავისუფლეს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან და ზვიად გამსახურდია, მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი იმ გარემოცვის ძალისხმევით, რომელიც თავის მხრივ ემუშავებოდა FSB-ს, KGB-ს, სამწუხაროდ ზვიად გამსახურდია დანიშნა ალბათ დღემდე ყველაზე სამარცხვინო მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. აღარ არის ეს კაცი ცოცხალი და ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ მასზე. მურმან ომანიძე, რომელიც ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში და ბევრი მეთანხმება, იყო მოსკოვის კაცი. სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში. ისიც კი ვერ მოახერხა მურმან ომანიძემ, რასაც პირდებოდა ზვიად გამსახურდიას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნვის შემდეგ. უკვე შემდგომ იცით თქვენ, რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება 6 იანვარს 92 წლისა. ზვიად გამსახურდიამ დატოვა საქართველო, ჯერ სომხეთში გაემგზავრა და მერე იცით თქვენ, რომ ჩეჩნეთიდან დაბრუნდა საქართველოში და აქ 93 წელს მოკლეს და იწყება შევარდნაძის მმართველობა. შევარდნაძე თავად გამოცდილი პირია, თავადაც არ არის დიპლომატი, მაგრამ სხვა თუ არაფერი, მან ჩაიბარა გრომიკოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 1995 წელს პერესტროიკის პირობებში და მას ამ ცბიერ კაცად თუ თეთრ მელად წოდებულ კაცს ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობები, ასე რომ ამბობთ ხოლმე გენშერებთან და სხვებთან, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ამერიკელებთან, სხვებთან, ფრანგებთან. შევარდნაძე შესანიშნავად ხვდებოდა, რომ საგარეო უწყება უნდა ჩაებარებინა გამოცდილი პირისთვის და ასეთად შეირჩა ძალიან კარგი დიპლომატი, ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ისიც აღარ არის ცოცხალი, რომელმაც ასევე შევარდნაძესთან ერთად დაიწყო საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე ფიქრი და მოძრაობას ჩვენი ქვეყნისა შეუწყო ხელი. შეცვალა ალექსანდრე ჩიკვაიძე ირაკლი მენაღარიშვილმა, ეს ის ირაკლი მენაღარიშვილია სხვადასხვა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო 1999 წლის 9 აპრილს. კაცი, რომელიც არ ჩდება მედიასთან, მას ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ. ძალიან კარგი კაცი და ძალიან სწორი აქცენტების გამკეთებელი კაცი, თუ ოდესმე სადმე განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში ის ჩდებოდა ცხადია რომ საგარეო მედიასთან, თუ სადმე ოდესმე რამე უთქვამს და უწერია და ასე შემდეგ. ბატონი ირაკლი არის უდაოდ პატივსაცემი კაცი, ერთ-ერთი პიონერი ჩვენი საგარეო კურსისა. აღარ ვლაპარაკობ ბატონ თედო ჯაფარიძეზე, გენიალურ დიპლომატზე, რომელსაც ასე დასავლურ წრეებშიც კი ბატონ თედოს ასე მოიხსენიებენ თედო და გვარს არც ამატებენ ხოლმე. თედო ჯაფარიძეს ეს ბანდა ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ შეუტია კიდეც, როგორც მახსოვს და სრულიად ამაოდ. ეს არის კაცი, რომელსაც დღემდე ამ წამამდე აქვს ოკეანგაღმა არაჩვეულებრივი კონტაქტები და რომელსაც აქვს შესანიშნავი ანალიზი. კაცი, რომელიც არის ერთ-ერთი თანაავტორი, თუ მთავარი ავტორი არა, 1999 წლის სტამბულის სამიტის შედეგებისა. უკვე ამოვდივართ ჩვენ ნელ-ნელა სააკაშვილის პერიოდამდე
და ახლა უკვე ესე მიყოლებით ჩამოვთვლი, ხო? სააკაშვილის პერიოდში მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ეკატყეშელაშვილი ომის დროს, 2008 წლის ომის დროს. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ხოთაშორის მუშაობდა რუსეთის საგარეო უწყებაში, ნინო ანანიაშვილის მეუღლე. ვერ დაუწუნებთ ბატონ გრიგოლს, ბევრი რამე შეიძლება დაუწუნოთ, მისი დღევანდელი პოზიციებიც, მისი მუდმივად ესეთი თავშეკავებული პოზიციები, როგორც პოლიტიკოსი გახდა ის და ოპოზიციაში წავიდა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც იყო ერთი ხანობა, მაგრამ და საგარეო უწყებაში მუშაობდა, აქ გითხარით რუსეთისა და ეს მისი ჩემი აზრით მინუსია, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან არ დატოვა საგარეო უწყება რუსეთისა, უწევთ რუსეთის პასპორტი, რუსეთის მოქალაქის პასპორტი, მაშინაც კი, როცა ის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ბატონ გრიგოლს აი ამ რაფინირებულობას ვერ დაუწუნებ სწორ, გარკვეულ შემთხვევებში სწორ აქცენტებს და ასე შემდეგ. მოკლედ ამბივალენტურად შესაფასებელი პირია ყოველ შემთხვევაში ჩემს მიერ. დავით ბაქრაძე იყო, აი პარლამენტის თავმჯდომარე რო იყო ის დავით ბაქრაძე იყო ერთი ხანობა საგარეო საქმეთა მინისტრიც. სხვების გახსენებაც შეიძლება გელა ბეჟუაშვილი იყო ასე მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ. სხვების გავიხსენო, მიშას დროს საგარეო საქმეთა მინისტრები, ხო, ცოტა მიჭირს სიმართლე გითხრათ. და ამოვედით უკვე ბიზნეს პერიოდში. ბიზნეს პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო დავით ზალკალიანი, ემას ვიცნობ და საკრიტიკოზე მეტი გულახდილად გეტყვით მისი იმ პოზიციების ბოლოდროინდელი პოზიციების გამო რომელიც მას ჰქონდა უკვე ელჩად მუშაობის პერიოდში და მანამდეც როცა ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი გულახდილად გეტყვით აი პაპუნა ჯანელიძე რომელიც ჩემთვის აღმოჩენაა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მისი უაღრესად სწორი აქცენტების გამო გიორგი კვირიკაშვილი ერთი ხანობა მე რო პრემიერ-მინისტრი იყო ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი სხვები დედო ჯაფარიძეზე ვთქვი სხვები ხო სხვები მეთქი ხა ბევრის არ ყოფილა სიმართლე გითხრათ აი ილია დარჩიაშვილიც კი გამახსენდა ბოლო დროს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენი ქვეყნისა თითოეულ მათგანს რაღაცას აღმოუჩენ დადებიც თითოეულ მათგანს ჩაუწერია საკუთარი სახელი და გვარი საგარეო საქმეთა უწყების ისტორიაში გარკვეული შეფერილობის ასოებით. უმრავლესობა არა, განსაკუთრებით ბიზინა ივანიშვილის, ხო, მაია ფანჯიგიძე არ დამავიწყდეს, მაია ფანჯიგიძე იყო ერთ-ერთი მინისტრი ბიზინა ივანიშვილის პირობებში, მის დროს გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ბარემ უნდა ვთქვათ. და რა ერქვა ბერუჩაშვილი, თამარ ბერუჩაშვილიც იყო ერთ-ერთი მინისტრი. ხო, ანუ თამარ ბერუჩაშვილს, მაია ფანჯიკიძეს, გრიგოლ ვაშაძეს უკვე მიშას პირობებში, ჯანელიძე პაპუნას, სხვებს რაღაცას მაინც აღმოუჩენ და რაღაცა თვალსაზრისით ზალკალიანსაც კი იტყვი რომ აი თათო ზალკალიანმა ეს გააკეთა და მიუხედავად იმისა რომ არც ერთ შემთხვევაში არ აგვაქვს მის მიმართ არანაირი სიმპათია, ჩაიქნევ ხელს და აი ერთ პატარა საქმეს მაინც ჩაუთვლი პლუსად. ახლა დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრისა ვთქვათ, დღევანდელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე ვთქვათ, მისი სახელია მაკა ბოჭორიშვილი. ადრე თუ გვიან მაკა ბოჭორიშვილს რასაკვირველია მოხსნიან, კი არა, წავა სხვაგან განთავისუფლებენ და ასე შემდეგ გადაიყვანეთ რომელიმე ქვეყნის საელჩოში, თუმცა ამის სურვილი შეიძლება მას ჰქონდეს კიდეც გარკვეული პერიოდის შემდეგ, არა. ადრე თუ გვიან ბიზინაც კი მოხსნის და თუ ახალი ხელისუფლება მოვიდა, სხვა ხელისუფლება მოვიდა, მაკა ბოჭორიშვილს ვინ გააჩერებს საგარეო უწყების ხელმძღვანელად. და აი მაკა ბოჭორიშვილი რომ გადახედავს საკუთარ ბიოგრაფიას, ზუსტად ისე როგორც გადახედა თედო ჯაფარიძემ, ეკატყეშელაშვილმა, ირაკლი მენაღალიშვილმა, გოგი ხოშტარიამ, ალექსანდრე ჩიკვაიძემ, გიორგი კვირიკაშვილმა, პაპუნა ჯანელიძემ, მაია ფანჯიკიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, დავით ბაქრაძემ, სხვებმა და მათ აღმოაჩინეს პატარა პლუსი საკუთარ კარიერაში. მათ თქვეს რომ აი მე ამიტომ მივედი საგარეო უწყებაში რომ ეს გამეკეთებინა და მიუხედავად იმისა რომ მაკრიტიკებს მე ეს კი გავაკეთე იტყვის დავით ზალკალიანიც კი და მე მაქვს კითხვა რას იტყვის მაკა ბოჭორიშვილი. მართლა გულახდილად მინდა კითხოთ რას იტყვის მაკა ბოჭორიშვილი და მე გეტყვით მაკა ბოჭორიშვილს
რა ექნება სათქმელი. მაკაბოჭორიშვილის დროს იმ პირობებში და იმ დროს, როდესაც მაღალზე ან გარკვეულზე მაღალი ალბათობით ჩვენ შეიძლება შეგვიჩერდეს ვიზა free, ვიზა ლიბერალიზაცია ევროპის კავშირთან, ანუ შენგენის წევრ სახელმწიფოებთან და +4 სახელმწიფოსთან. მაკაბოჭორიშვილი დაიკვეხნის რითი და როგორ. Welcome. საქართველოში მაკაბოჭორიშვილის მიღწევა ეს. უვიზოთ ივლიან. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, განის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ერიტრეას სახელმწიფოს, იემენის რესპუბლიკის, კამერუნის რესპუბლიკის, კოდიუარის რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, პაკისტანის. დიდი ამბებია სხვადასხვა პაკისტანსა და ინდოეთს შორის და ეგ როგორ იქნება, კარგად არ ვიცი, არა, კიდე რაღაცები არ ვიცი, მაგრამ მაინც. პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, სირიის არაბთა რესპუბლიკის, მოდიშ ვიხდი სირიას გააუქმებინეთ და აღებინეთ ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობაზე, სუდანის რესპუბლიკის, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის და უგანდის რესპუბლიკის მოქალაქეები. 17 ქვეყანა. ეხა მე რო ცუდი კაცი ვიყო, ავიღებდი ეხა ტელეფონს და დავუკავშირდებოდი არა თუ დიმიტრი სამხარაძეს, რომელსაც ამ სახელმწიფოებიდან უმრავლესობა არც გაუგია, არამედ მაგალითად ცოდნე ლადო კახაძეს და ვკითხავდი, ბატონო ლადო, მესმის რომ თქვენ იცით სად არის პაკისტანი, იმიტომ რომ ალბათ დაადებს. გიავოლსკი უკეთესი ვარიანტია. გიავოლსკი, იმიტომ რომ ის რაღაც დიპლომატად მუშაობდა ერთი ხანობა. ბატონო გია, თქვენ მუშაობდით, კი არა, თქვენ იცით რაღაცები. ავღანეთს დაადებთ ხელს, ბანგლადეშსაც დაადებს ხელს. განას ჩემი აზრით, ბატონი გია დაადებს ხელს. მაგრამ გემუდარებით ერიტრეა სად არის? გემუდარებით მითხარით. და ერიტრეას სახელმწიფოდან რატო უნდა ჩამოდიოდნენ მოქალაქეები უვიზოთ და აი თუნდაც გამარტივებული 20 ევროიანი გადასახადი საზღვარზე რატო ბარუდა ჰქონდეთ მეთქი. მას ბევრ რამესაც ვკითხავდი. დიახ, არ ვეკითხები კლავი მეორე დიმიტრი სამხარაძეს ან რომელიმე უგვანს. ვეკითხები გაეროში რომ მუშაობდა იმ გიავოლსკის დაადეთ რუკაზე ხელი. და მე გეტყვით რომ გიავოლსკი დაადებს ხელს ერიტრეას არ ვიცი, მაგრამ ამ 17 სახელმწიფოდან 15-ს მაინც და მაკაბოჭორიშვილი 15 სახელმწიფოს 15-ს კი არა, 5 სახელმწიფოს, არა, 7 სახელმწიფოსაც კი ვერ დაადებს უბრალოდ ხელს. ჩემი ეს ვიდეო ბლოგი საბოლოო ჯამში მაკაბოჭორიშვილის კრიტიკაც არ არის, კრიტიკა ისვისაც არ ვწერა ყველაფერს. უბრალოდ მე მინდა ავხსნა და გიამბოთ კი არა, გითხრათ შემდეგი რამ. წარმოიდგინეთ, როგორ ქვეყანას ქმნის ბიზინა ივანიშვილი, როგორ ბიზნესტანს ქმნის ბიზინა ივანიშვილი. ერთის მხრივ ჩვენ გვიჩერდება ყოველგვარი ურთიერთობა დასავლეთთან, ევროპის კონტინენტს გულისხმობ. ანუ ჩვენ გვიჩერდება ურთიერთობა თუ გნებავთ ზემოდან მოვყვები და თუ გნებავთ ქვემოდან, მაგრამ ასე მაინც რენდომ ჩამოვყრი სახელმწიფოებს საფრანგეთთან, გერმანიასთან. ხო, ჩვენ გვიჩერდება ურთიერთობა აღმოსავლეთის ევროპის რიგ სახელმწიფოებთან, კი არა ყველასთან, პოლონეთთან, ლიტვასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან. შევინაცვლე ხო, შუაგულ ევროპაში. იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, სხვებთან, დანიასთან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიჩერდება ურთიერთობები დაახლოებით 30 სახელმწიფოსთან და ამასობაში გვიჩერდება ურთიერთობები რას ნიშნავს იცით? ჩვენ ვერ ვიმოგზაურებთ იქით და როდესაც ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეები გაიგებენ რომ და ბუნებრივია ისინი გაიგებენ რომ ეს ქვეყანა ამგვარად ცუდია, პრორუსულია, პროჩინურია, ჩაკეტილია, რეპრესიები მიმდინარეობს და ასე შემდეგ, ისინიც კი ამ ჩვენ არაჩვეულებრივ სამზარეულოს, რომელიც გვაქვს, გიბოდიშებთ და ფეხებზე დაიკიდებენ. არა იმიტომ რომ გემოვნების რეცეპტორები მოუჩლუნგდებათ, არამედ იმიტომ რომ როდესაც ხედავ რომ ამ ქვეყანაში ხდება ის რაც ხდება,
ბიზნე ივანიშვილის მეოხებით, ძალისხმევით და გადაწყვეტილებით ისინიც აღარ ჩამოდიან და აი ქვეყანაში ამგვარი რაღაცები რო ხდება, სწორედ იმიტომ გვიუქმებენ, ჩვენ გაგვიუქმებენ მაღალი ალბათობით ვიზა ლიბერალიზაციას ევროპული სახელმწიფოები. ხო და ამბავის ის არის, როგორ სახელმწიფოს ქმნის ბიზნესა სახელმწიფოს, რომელშიც ისინი არიან გარიყულნი, ევროპა დემოკრატიული სივრცე არ არის ჩვენი და ეს სივრცე იემენის რესპუბლიკა, ერიტრეას სახელმწიფო, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, სირიის, პაკისტანის სირია, პაკისტანი, სომალი, ნიგერია, ტანზანია და ასე შემდეგ, ისინი მათ კი ვეუბნებით ამ მოქალაქეებს კი ვეუბნებით welcome. აქვე ვიტყვი, რომ რამდენიმე სახელმწიფოში არის ტერორიზმის მომატებული საფრთხე. რამდენიმე სახელმწიფოში აქედან არის სერიოზული პრობლემები ლტოლვილებისა, რომელთა ნაკადებიც არ ჩერდება, კი ჩაცხრება ხოლმე, მაგრამ იმდენად არეულია ამ სახელმწიფოებში, ასე მაგალითად სირიაში ვითარება, რომ ნებისმიერ ახალი ტალღის დროს შეიძლება ახალი ტალღა გაჩნდეს ლტოლვილებისა, რომლებიც იქით ევროპისაკენ კი არ გაიწევენ იმის გამო, რომ იოლია შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში სწორედ აქ შემოვლენ იმის გამო, რომ უვიცმა და ახლა მურმან ომანიძე უნდა ვახსენო. მურმან ომანიძეზე უარესმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ყველაზე უარესმა მაკა ბოჭორიშვილმა რატომღაც ესე იკეკლუცა, შეხვდა პრაქტიკულად ყველა ამ სახელმწიფოს თავრობის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და ვერაფერი რომ ვერ შესთავაზა, ან რა უნდა შეეთავაზებინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და კოლეგისათვის თქვა რომ მოდით უვიზო რეჟიმი დავაწესოთ. ჩვენ ცალმხრივად, რამდენადაც მივხვდები ცალმხრივი უვიზო რეჟიმი, ჩვენც ვერ ჩავდივართ ამ კონგოში, ან თუ ჩავდივართ საბოლოო ჯამში რამერე, ჩვენ ვეღარ ჩავდივართ, ვეღარ ვივლით პარიზში და კონგოში თუ ვივლით, რამეს დაგვიკომპენსირებს. ხო და მე მაქვს წინადადება შეიკრიბეთ 17 რესპუბლიკაში ორი ადამიანი მარტო რო არ იყოთ და ოჯახის წევრებსაც გულისხმობ 34 მეუღლეებთან ერთად ოჯახის წევრებთან ერთად კარგით სამოკლედ გადანაწილდით და იარეთ. მაგალითად კალაძე მე მგონი საბოლოოდ უნდა გაუშვათ ავღანეთში, ბანგლადეშში მე მგონი მაინც პაპუაშვილისთვის მემეტება, განის რესპუბლიკაში უნდა გაუშვათ ხარიბაშვილი. ეთიოპიაში მე მგონი მაინც ქალბატონი ბოჭორიშვილი, ერიტრეაში რომ ვერ გამოვაგნოს წულუკიანი და სხვები, ოღონდ არც ერთ ამ სახელმწიფოს მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ბარემ რო იცოდეთ. უბრალოდ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენ გვაშორებს ევროპისაგან და გვაახლოებს სახელმწიფოებთან, რომლებთან მიმართაც ცხადია გავავხატავ პატივისცემას, მაგრამ ეს სახელმწიფოები სამწუხაროდ არ არიან იმ სივრცის ნაწილები, რომლისკენაც ჩვენ ისტორიულად მივისწრაფვით და მომავალშიც გვექნება აღებული გეზი. ნახვამდის.